კვლევები აჩვენებს, რომ ერთი ემოციური უსაფრთხო საუბარით, სადაც შენი ესმის ადამიანს, ეს უფრო მეტად აგდებს კორტიზოლის დონეს, ვიდრე საათობით მარტო ყოფნა და ფიზიკური დასვენება. Burnout-ის დროს ყველაზე საშიშია იზოლაცია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ გონია, რომ ეს შენი ტვირთი მხოლოდ შენია და მხოლოდ შენ გადი. Burnout-ს ძალიან ხშირად პოლიტიკაშიც იყენებენ. ძალიან ხშირად დიქტატორულ რეჟიმს ამას პირიქით უფრო ავრცელებს. იმიტომ რომ ხალხი ფაქტიურად იზოლაციაში რჩება. და იზოლაციის დროს უკვე შენ ეძებ გამოსავალს ვიღაცისგან ან ვიღაცაზე დაყრდნობას. და ზუსტად ამ პერიოდში ის დიქტატორული რეჟიმი შენ გეუბნება, რომ მე მაქვს გზა, რომ დაგეხმარო როგორ უნდა გამოხვიდე. მე გასწავლი ან მე გაგიკეთებ ამას და ჩვენ ფაქტიურად ერთმანეთს შორდებით. ასევე დიქტატორ რეჟიმს რისი ეშინია. იმათ აწყობთ, რომ იზოლაციაში იყვნენ ხალხი, მაგრამ როდესაც ეს გამოფიტული ხალხი გაერთიანდება და კოლექტიურად შეაფასებს თავის მდგომარეობას და ერთმანეთს გაუზიარებენ და თუნდაც გაზიარებას თავგანებოთ, თუნდაც რომ დაინახავენ, რომ მარტო არ არიან, აი ზუსტად მაშინ ხდება გამოფიტულობიდან გამოსვლა, იწყება განკურნება. და ეს სხვათა შორის ბევრს არ აწყობს.